გასწრებით დღეს არის ხო 9 დეკემბერია. რაც იმას ნიშნავს, რომ არ ვიცი, მგონი არც არაფერს არ ნიშნავს. ხო ვაგრძელებ ვიდეოების სერიას, რომელშიც მე რასდროდის კითხვებს ვთამაშობ. ხო ორი თვის წინ წამოვიწყე და მე შეწყვეტა მინდოდა, მაგრამ მაინც ვაგრძელებ. არ ვიცი როდემდე გაგრძელდება, მაგრამ სანამ გაგრძელდება, არ ვიცი გაგრძელდება. 7 დეკემბერს გაიმართა უმაღლესი ლიგა, რომლის მიმართაც საკმაოდ კარგი მოლოდინები მაქვს. და ხო დღეს ცოტა განსხვავებული ვიზუალით არ წარმოდგენილი და ამაზე ვისაუბრებ, მოკლედ არ ვიცი თუ ვინმეს უნდა დასკიფოს, რომ ქართული რასადროდისი რა გამოწვევის თუ წინაშეც დგას და ერთ-ერთი პრობლემა რაც არის, რაზეც ხშირად აღნიშნავენ, რომ არ არსებობს ქართული კითხვის ბაზა, ანუ სადღაც მოაზროვნენეთი არსებობს და ძალიან კარგად არის გაკეთებული თავის დროზე, მაგრამ არ განახლებულა დიდი ხანია და სადღაც არ ვიცი, მგონი 15 წელი ალბათ. და იმის მერე ჩატარდა ბევრი ტურნირი რა, რომლის კითხვებიც არ ვიცი, ალბათ სადღაც ინახება, მაგრამ ხელმისაწვდომი არ არის და მაგალითად ახალი ტურნირი ტარდება, რომ გადამოწმეს კითხვა მსგავს ფაქტზე დაისვა თუ არა. ამ ეტაპზე არ არის შესაძლებლობა რა. მე როგორც ვიცი, საქართველოს ჩემპიონატზე, წინას ჩემპიონატზე გაჟღერდა ეგეთი ინფორმაცია, რომ რომელიღაც ავტორების ჯგუფი მუშაობს ამ ბაზაზე და მალე იქნება. მაგრამ ერთი წლის წინ მე დამოუკიდებლად მქონდა დაწყებული რაღაც, უბრალოდ მე ნახა სადამდე მივიდოდი. მე შევწყვიტე და ამ შაბათ-კვირას გადავწყვიტე, რომ განმეახლებინა და ერთგვარი საჯაროდ გავმეტანა რა. ხო და ეს არის რაც მივიღე, ძალიან პრიმიტიულს ვერ დავარქმევ, მაგრამ საწყის ეტაპზეა ძალიან და მე ზოგადად არ ვიცი როგორ წარმომიდგენია და რა სახით შეიქმნება ეს ბაზა, მაგრამ ჩემი აზრით უნდა იყოს რაღაც კოლაბორაციული პროექტი, სადაც ბევრი ადამიანი შეიძლება კონტრიბუცია, ანუ ეგ პასუხისმგებლობასაც გადაანაწილებს და უფრო მეტად maintenance უფრო ადვილი იქნება რა და ბევრი კარგი ფუნქციის დამატება იქნება შესაძლებელი. მე რაც მაქვს გაკეთებული ხო და ეხლა აქ ვითამაშებ ამ ჩემი ასე ვთქვათ ინტერფეისზე. ეს არის ჩემი სატესტო ტურნირი, მიავტვირთე, ადრე ჩავატარეთ უმაღლესი ლიგა და ის არის მეორე რომელიც არის იმას ვითამაშებ. ხო და ვისაც დაინტერესებს მე შეუძლია დაიმახსოვროს დომეინი შემოვიდეს და ნახოს და ხო აქ შეგიძლია ტურნირების ჩაუნათვალ ნახო და გახსნა, როცა გახსნი პასუხები არ არის მონიშნული ავტომატურად, შეგიძლია ითამაშო სამწერტის როცა დააჭერ გამოჩნდება, სამწუხაროდ რაღაც ვიზუალური SMS მალე გავასწორებ. მაგრამ პასუხები არ არის რა მოკლედ და შეგიძლია დამალო და ასევე შეგიძლია ატვირთვა. ამისთვის საჭირო დალოგინებული იყო ძალიან მარტივი რეგისტრაციის არის, ახლა აღარ გამოვადა და რეგისტრირდები ხელახლა. საკმაოდ რთული ნაწილი რაც იყო ეს არის, რომ Word-ის ფაილიდან ბაზაში გადაიტანო კითხვები, ამიტომ რაღაც სპეციალური ფორმატი უნდა გქონდეს Word-ს. ამისთვის შეგიძლიათ ინსტრუქციას გაეცნოთ, თუ რომელიმე პაკეტის ატვირთვა მოგინდება და ეს არის რა წერია ძირითადად როგორი ფორმატის უნდა იყოს კითხვები. შეგიძლიათ მაგალითი გადმოიწეროთ, ჩემი რაც ავტვირთე და ნახოთ როგორ არის დაფორმატებული და მე დაბრუნდეთ ატვირთვაზე და აირჩიოთ შესაბამისი ფაილი. სულ ეს არის ჯერჯერობით მე რა ორი ფუნქციონალის დამატებაც მინდა ძირითადად ეს არის ძებნა, რაც აუცილებელია. ეგ მაგისთვის არის რეალურად შექმნილი რაღაც კითხვები ნახო. და ადმინის ფუნქცია, რომ ვიღაცა რო ატვირთავს, არ ვიცი, ნაკლებად წარმომედგენია, მაგრამ რაღაც არასასურველი ფაილი რო არ ატვირთოს მაგაზე, თავი დავიზღერო, ადმინო დაადასტუროს, რომ ეს ნამდვილად ის პაკეტია და რაღაც სხვა რამე არ არის. ეს იყო ნახაზი, ალბათ უფრო კომფორტული იქნება, გადათეთრებული პასუხების ნახვა და ასე შემდეგ, ცოტა ის იყო. ხო
და სანამ დავიწყებდე გიორგი ლომინაშვილს ცალკე გადავხდი მადლობას, რომელმაც საკმაოდ იწვალა ამ მეომაღლესის მეორე ლიგის სათვირთვაზე, იმიტომ რომ ხელშესაბამის ფორმატში მოყვანა მცირე დროს არ მოითხოვს, ერთი მინიმუმ 9 საათია საჭირო. მოკლედ ეს იყო. ჩვენ დავიწყოთ თამაში, როგორც აღნიშნე ღამის 2 საათია, არ ვიცი როგორ და რა გამოვა, როგორც ვიცი საკმაოდ კარგი პაკეტი იყო. 28 ქულამ მოიგო და იყო სატესტო გუნდი, რომელმაც 40 აიღო სავარაუდოდ სუპერლიგით, სატესტო კი არ სავარჯიშო გუნდი. 40 აიღო სავარაუდოდ სუპერლიგიდან, არ ვიცი. და შეგუთნის ჩემგან მაგ გუნდს. და დავიწყოთ მეორე ტური, რომელიც ჩატარდა 7 დეკემბერს, ავტორები გიგა ჩალიგავა, გიგი გიორგაძე, გიორგი ლომინაშვილი, მამუკა გიღურაძე, საბა კაცაძე და ცოტნე გვასალია. ხო, ეს ამ ფორმატით იქნება ტაიმერი აქ დავამატე, რომ ცალკე აღარ გამიხსნა, ეს ისე და ტესტერებიც ალბათ ეყოლებოდათ, რომელსაც მე გადავხდი ჩემწინ მადლობას, უბრალოდ ჯერჯერობით ამ საიტის ფორმატში არ თავსდებიან ტესტერები, ვერ გავითვალისწინე, მაგრამ დავამატებ ალბათ მომავალში. კი ბატონო, დავიწყოთ მოკლედ და ვნახოთ რა გამოვა. პირველი კითხვა. ელექტროკოაგულატორს, რომელიც ელექტრული დენის მეშვეობით ქსოვილების გაჭრის საშუალებას იძლევა, ნეიროქირურგი ჯეიამონი უწოდებს X-ის ყველაზე რეალურ ვერსიას. დაასახელეთ X-ი ანგლიციზმით. ოკეი. პირველი კითხვა რა რაღაც დასაწყისზე და ჭიპლარზე მგონია ჭიპრალის გაჭრა. რითი ჭრიან სკალპელი, რომ ძალიან არ გავს ახლა ჭიპრალის გაჭრას, ელექტროკოაგულატორი და ელექტრული დენის მეშვეობით. ელექტროობაზე აქცენტი გაკეთებული და თან X-ის რეალური ვერსია რაღაცა არის გამოგონილი უნდა იყოს, ხო, გამოგონილი ლიფტი, რომელიც რაღაცებს ჭრის ელექტროობის დახმარებით. ლაიტსეიბერი შეიძლება უბრალოდ ლაიტსეიბერის ნეიროქირურგი და რაღაც ძალიან დაუნებელია, რომ ანგლიცში ჩდება უბრალოდ დიდად არ მოწონს ფორმულირება. არ ვიცი, გავიდა 63. დავფიქსირებ ლაიტსეიბერს, რომელიც არ მგონია რომ დიდად. ლაიტსეიბერი ელექტრონული დენზე მომუშავე თანანერიქი, მოცემი გამოგონა. შეაგარა ვარსკვლავური ომების სამყაროდან. ოკეი, არ მომეწონა ეს კითხვა დიდად არ ვიცი. გამხსნელ კითხვად რამდენად კარგია და ბევრი ცრუ ინფორმაცია, ელექტროკოაგულატორი გასაგებია და ელექტროობა. ნეიროქირურგსაც ხაზი რატოა გასმული, ვერ მივხვდი, რაღაც სამედიცინო ტერმინი უფრო მეგონა, კი არა და სამედიცინოსთან დაკავშირებული. დანარჩენი ნორმალურია, მარტივი კითხვა იყო, შეიძლება ჩამიგდო, მაგრამ ეგ არის. კარგი, გავაგრძელოთ. შეკითხვა ნომერი 2. ხო იწერება შეგამოწმე, კი იწერება. საუდის არაბეთში დეკემბერ-იანვარში დაბადებულ ახალშობილებს სხვებთან შედარებით უფრო ხშირად აღენიშნებათ სხვადასხვა პათოლოგიები. ასეთ ახალშობილებს მოიხსენიებენ როგორც ამის ბავშვები. წინა დადებაში ჩვენ გამოვტოვეთ რამდენიმე აღადგინეთ სიტყვა საწყისი ფორმით. აქ სავარაუდოდ არის რამადანის, ზუსტად არ ვიცი რომელ თვეშია, მაგრამ შეიძლება ამ პერიოდში უწევს და მშობელი საკვების თუ არ იღებს შესაბამისი კალორიულობით, შეიძლება ბავშვებში შეიქმნას პრობლემები. ამის რამადანში გამოდის. მოდი გავაჩერებ და დავფიქსირებ, იმიტომ რომ მოწონს ეს ვერსია. ოკეი, დავნახოთ რა იქნება. რამადანის.
არის საკუთარ რამოდენის შედეგად არსება. ოკეი, ხო ეს ძალიან ლოგიკურია. ეს კარგი კითხვა დაბადებულ ახალში. არ ზედმეტი არაფერი და საინტერესო ფაქტი, ცოტა მარტივი, მაგრამ პირველ ტურში და უნდა იყოს ასეთებიც. კი ბატონო, გავაგრძელოთ მესამე კითხვა. 1920-იან წლებში ერთი ამერიკული ქალაქის ირლანდიური მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ეს ბრიტანელთა უპირატესობას უსვამდა ხაზს. ვანდალიზმის შესაჩერებლად ქალაქის ხელმძღვანელებს მოუწიათ ამოეტრიალებინათ ეს რა, კიდევ ამ პასუხი ვნახე. ბრიტანეთის უპირატესობას უსვამდა ხაზს. ქალაქი ეგეთი შეკითხვა მახსოვს რაღაც ადრე ძალიან ადრე სატელევიზიოდან რაღაც შუქნიშანი. არ შუქნიშანი ამოატრიალეს თითქოს. არ რომელიღაც სხვა ქვეყნის ფერებს ემთხვეოდა, მაგრამ შეიძლება არ იყოს. ბრიტანელთა უპირატესობა რა არის, ანუ რა შეიძლება იყოს? შეიძლება ამბანში ეწერა სადღაც წინ. ან კონკრეტული ქალაქი რო დაგვიმალე, შეიძლება ამ ქალაქს უკავშირდება, ბრიტანულ ირლანდიური დიასპორა რომელ ქალაქში შეიძლება იყოს. ბოსტონი ცალსახად, ნიუ-იორკი, მაგრამ რა ამოატრიალეს. ვანდალიზმში ახან არიან ბევრ რაღაც ცნობილი უნდა იყოს ამ ბევრ ადგილას. შუქნიშანს დავაფიქსირებ, რომელიც დიდად არ მომწონს. შუქნიშანი წითელ-წვანეზე მაღლა იყო. ხო რაღაც ეგ ფაქტი მახსოვდა საუბრით, რომ იტალიელის დროშაში ერეოდა თუ რაღაც მსგავსი სატელევიზიოდან თუ ძალიან ადრე იყო 2008-2009 წელს ქართული მაშინ, მაგრამ მაგის მერე არ შემხვედრია დანარჩენი. 20 წლები ცოტა დამბნეველია და დანარჩენი ნორმალურია რა, პერიოდი შეიძლება რაღაც შალ კანონზე ან სხვადგან წახვიდე, მაგრამ შეიძლება არც არსად წახვიდე. ხო ეს ნეიტრალურად ძალიან ამ კითხვისადმი. შემდეგ კითხვა. 2003 წლის პაროდიულ ანიმაციაში პერსონაჟს ერთი ძროხა სამყაროში არსებული საზარელი რეალობის შესახებ უყვება და ილუზიებიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს. თუ მასში გაორმაგებული ხმოვანია. დაწერეთ რა სახელი შეუჩია ეს ანიმაციის შემქმნელობა ძროხას, თუ მასში გაორმაგებული ხმოვანია. ოკეი. დაღალია, ოკეი, ეს დასტარტოვდა. კარგით, ნახან ანუ პაროდიაში კარგი მატრიცაზეა ილუზიებიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს. ნუ მორფეუსი მოუწოდებს ეგ მაგას რომ ნეოს გამოიღვიძოს. ნუ ნახან ძროხა მორფეუსი უნდა გადავაკეთოთ სავარაუდოდ რომ ძროხა მორფეუსი. ნუ სავარაუდოდ ეგ არის რა. 2003 წელს გამოვიდა მესამე ნაწილი ხო რევოლუცია ამატრიცის 99-2001-2003 ასე უნდა იყოს. ნუ მომწონს ეს ვერსია. დავაფიქსირებ მორფეუს. გადათამაშებულია ღორი ლეოვანის წესი ჩაითვლებოდა რა. მუზე ალბათ აქცენტი გაკეთებული, ამიტომ ჩავთვლი. მატრიცა, კი ბატონო. ეს კარგი კითხვა რეალურად. არ ვიცი, მარტივია თქვა, ჩემთვის მარტივი იყო, ალბათ ისიც მარტივია და მაგრამ ცოტა ის გჭირდება 1-2 ნაბიჯის გადადგმა. მეხუთე კითხვა. გირჩევთ ჩაიწეროთ. საშინელებათა ფილმ მაკაბრეს რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ წინასწარ გაეცა სადაზღვევო სერტიფიკატი $1000 ოდენობით, რომელიც ცნობილი ფილმის გადაღებისას
გარდაცვლილი ადამიანთა მემკვიდრეებს გადაეცემოდეთ. დაწერეთ სიტყვა, რომელიც წინა დადებაში შევცვალეთ. ერთი წამი ამას ისე დავამენეჯმენტებ, რომ ეს არ გამოდის, ოკეი. ეს ვერ გავითვალისწინე, ტაიმერი ცუდად მუშაობს. არა ის ქროლება აღარ შევს. არა შევს, ამას მოვფიქრებთ. კარგი, ხო, მოდი გავაგზავნოთ და თუ არა და Google-ის ტაიმერზე გადავალ. ამაგას ვიზარო. ხო, ეს არ გამოვიდა. ამას ვითამაშებ და გადავალ Google-ის ტაიმერზე. ოკეი. წამი დამშა. მოდი გადავალ, იმიტომ რომ დავგმო ცოტა ეს არის. ოკეი, ხმით მივხვდები. ოკეი, ეს დავიწყოთ. მაკაბრეს რეჟისორმა გადაწყვიტა სადღაც სერტიფიკატი დაწერეთ, რომელი სიტყვა შევცვალეთ. მოკლედ მაკაბრეს არ მგონია, მაკაბრე გავს, მაგრამ $100 ოდენობით. მაკაბრე მგონია რომ რაღაც ანაგრამაა და ეგ არის პასუხი. მაკაბრე დენს რაღაც კარამბე რომელი ფილმის მემკვიდრეებს წინასწარ გაიცა სიტყვა, რომელიც სვაწინა დადებაში შევცვალეთ. სადაზღვევ სერტიფიკატი. არ ვიცი, ვერ ხვდები, მაკაბრე არ მგონია. არ ვიცი, ყოს არაფერი არ მოგხსნია. ის გადაღები. ოკეი. ეს ძალიან კარგი კითხვა იყო, უბრალოდ ცოტა კონცენტრაცია დამაგდა, უყურებდნენ და ეგეთის არის კესლის ეს კინოს მეკვალე ცნობილი და წარმატებულია. სახო, ეს ძალიან კარგი იყო და ლოგიკური ხო, გასაგებია, რამდენი საშიშია. ალბათ მოიზიდოთ და ხო, ეს მშვენიერი კითხვაა. ჯერჯერობით ყველაზე მეტად ეს მომეწონა. და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გასულ ზაფხულს ვიქტორ ბონიფასთან დაკავშირებული სატრანსფერო სიახლეები მხოლოდ ჭორები იყო, თმეუზერმა თავის ტვიტში ცნობილი ადამიანის სახელი მცირედით შეცვალა. დაასახელეთ ეს სახეცვლილი ვერსია. ოკეი. ჭორები იყო. ვინ გავრცელა ეს ჭორები? ვინ ცნობილი ცნობილია და მარკ ტვენი გადაჭარბებულია. ფაბრიციო რომანო ხო არ არის აგენტი, რომ აფიცალებს ხოლმე მაგ ჭორებს. ცნობილი ადამიანის სახელი. ვინ არის ეგ აგენტი, რომ ფაბრიციო? ლევერკუზენის ფაიერნიდან გადავიდა ხო სადღაც. უნდა გადასულიყო. შაბიანოს ფაბრიციო. ვიღაცა მატყუარა რომ გამოვიდეს. პინოქიო რაღაც ეგეთი. ბარონი მიუნჰაუზენი. ვიღაცა ცნობილი ადამიანის სახელი მცირედით შეცვალა. ვერ ხვდები ამ ცნობილ ადამიანს სამწუხაროდ. არ მოგხსნია. ფაბრიცაცია. ხომ რომანოს მივხვდი. ვინ გავრცელებდა, მაგრამ ხო ფაბრიციო რომანო ხარი ყოველწლ ცირედით შეცვალა 200 ჩამატა უკეთესი იქნებოდა რა. ფაბრიციონზე გადიხარ და მე ცირედით
ვერაფერი არ მოგდის პირველი ორ შეიძლება ტყუილთან დაკავშირებული. ანუ შეიძლება მე არ მომივიდა და სხვებს მოვიდათ, მაგრამ აქ უკეთეს იქნებოდა 200-ს ჩამატება მოეთხოვათ ფაბრიკაციო რომ ანუ ხომ რთული იყო ჩემთვის რა იქ აფაბრიციო და ფაბრიკაციოდან გადასვლა დანარჩენი ნორმალურია, ცოტა სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს რა ეხლა მეც აღარ უყურებ აქტიურად, მაგრამ ვიცი, ვინც არ არის ღრმად ჩახედული ფეხბურთში, არც ისე ცნობილი ტიპი მგონია ფაბრიციო რომანი. ოკეი. გავაგრძელეთ. მას შემდეგ რაც სიდნის სვინიმ მონაწილეობა მიიღო რეკლამაში, სანდაც თავისი ჯინსების უპირატესობაზე საუბრობდა, მემარცხენე აპისგან დიდი კრიტიკა შეხვდა, ზოგიერთი ხუმრობით ხაზს უსვამდა მის იგრეკებსაც და ასახელდა იგრეკები ლათინური წარმოშობის სიტყვით. აქ დიდი სკანდალი იყო. თუ რაღაცა ბევრი შარჟი იყო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აქ პირველივე რაც მოდის მარტივად ინიციალებია, რომ SS-ი და რაღაც არიული რასის წარმოადგენელი. ეგეთი მოკლედ აღარ განვიხილავ, ვინც არიცით, მე გაიცანით და მოკლედ ინიციალები მგონია დიდი ალბათობით პასუხი და გავაჩერებ დროს. ამოდი ეცი რას ვიზავ. რაღაცნაირად 1-2 წუთი გავჩერდები და ტაიმერს აქ გადმოვიდან, თორემ მეზარება გადასვლა და გადმოსვლა ამას ცოტა დავაპატარავებ. უკეთესად უნდა მომზადებული იყავი, მაგრამ არა უშავს. რაღაცები იდეალურად არ გამოდის და ეგეც არ არის პრობლემა ზოგჯერ. მოკლედ ერთ ტაიმერს ჩამოვიდან აქ. ოკეი. ხო, გავაჩერე და ინიციალებია, წესით ხომ, ეს ემთხვევა და ეს კარგი და მარტივი იყო, ეს ცნობილი ამბავია და აქტუალურ თემებზე ბევრი აიღებდა. სურამში მდებარე ერთი საკვები ობიექტის რეკლამა ამბობს, რომ მისი გემოს ანალოგი კოსმოსშიც კი არ აქვს. დაწერეთ ამ ობიექტის ერთსიტყვიანი სახელი. სურამი არითია ცნობილი. საკვების რეკლამა ამბობს, რომ მათი პროდუქცია ნაზუკი. თუ სურამია ხო? არ ვიცი. ჩვენ პროდუქციას რაღაცა Milky Way ან რაღაც ხო არის. კოსმოსში ერთიანი გზა. რატო არ აქვს კოსმოსში ანალოგი, რაღაც უნიკალურია. სიტყვანი სახელი. კოსმოსში ანალოგი არ აქვს. არ ვიცი. რა პროდუქტი თუ ნაზუკი არა შეიძლება იყოს, რისგან მზადდება ტკბილი ფქვიდისგან. ამ პროდუქციის ერთსიტყვიანი სახელი. პროდუქციის ერთსიტყვიანი სახელი უცნაური ფორმულირება. იყოს რა სიგარეტი იყოს, არ ვიცი. საკვები ობიექტი. იყოს ნაზუკი, არ ვიცი. ჩაკრული. თონეს ჩაკრული. ეს კარგი კოსმოსშიც კი არ აქვს. ეს კარგი ის არის კალამბური თუ რაც აქვია. უბრალოდ კოსმოსში ანალოგი არ აქვს. ამდენ ლოგიკური მასში გასაგებია სიტყვათა თამაში კოსმოსი და ჩაკრული გაგზა, მაგრამ ამდენ ლოგიკურია, რომ რაღაც ისეთია, რაც მოკლედ რაღაც დამოკლდა ამ კითხვაზე რეალურად კარგი კითხვა ალბათ და კალამბურიც კარგია, მაგრამ მე რაღაც დამოკლდა, რაც ცოტა
იმდენად ვერ ვისიამოვნე, როგორც უნდა მესიამოვნო ალბათ. ინგლისელმა უილიამ ბეტსონმა დასახული მისის შესასრულებლად ჩაატარა კვლევა მეცენარეთა ჰიბრიდების შესახებ. ბეტსონს მედდოგი შეარქვეს. აღადგინეთ ორი სიტყვა, რომელიც შეკითხვაში შევამოკლეთ. მედდოგი შეარქვეს. ოკეი. ბეტსონს მედიცინის რაღაცა შეარქვეს. ვიღაცა საკუთარი მისიის შესასრულებლად რაღაც რამისია ქონდა. მედიცინის მენდელი ვინ შეიძლება მეცნიერთა კვლევაში რაღაცა მისი დასახული მისიის შესასრულებლად. რა რამისია ქონდა საინტერესოა რა. თავშოთ მისია მაქრო შევასრულო. რამისია შევასრულო. მედიცინის ვიღაცა რაღაც სკოლინეი არა რაღაც რამისიას ასრულებდა. მედიცინის ვიღაცა. მენდელის ბულდოგი. ოკეი, მენდელის. ეს ძალიან კარგი კითხვა იყო და მაგრამ ახლა ცოტხასაც დავდექი რომ ვერავის კითხვა. ეს კითხვებს რო ვაკეთებ, ესე იგი ასწორად დროს წამოსულა რა. ახლა ეს კარგი კითხვა იყო რა. და ან იდეალური არ ჩანდა რომ უილიამ ბეტსონი რომ მენდელის მოწაფეან რა მენდელის იდეების მიმდევარი იყო. არ ჩანდა. შეცვლა იყო კარგი, უბრალოდ მაინც უნდა ამეყო. მედდოგი და ბულდოგიც ძალიან კარგია. და ხო დიდად ლოგიკური ის არ არის, ანუ არც ჩანს რომ მოწაფეა. ინგლისელი რო აიგიც არ გეხმარება. ან თან უფრო ხო მენდელი ხო ჩეხი იყო თუ ავსტრია-უნგრელი და ამიტომ ეს რო თაქსლიც და ისიც ინგლისელი დიდად არ გეხმარება ჩემი მაგრამ ნორმალური კითხვაა რა. ჰიდეო კოჯიმა იხსენებს ჰიდეო კოჯიმა იხსენებს წიგნს, რომელმაც კითხვა შეაყვარა და ხატოვნად აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც კიდევ ერთი ადამიანი მოკვდა, კოჯიმა, რომელსაც კითხვა არ უყვარდა. აღადგინეთ გამოტოვებული ორი სიტყვა. მას შემდეგ რაც ორი სიტყვა რაღაცნაირად თვითონ ნაწარმოებს უნდა ემთხოვა და სამ ნაწარმოებთან კავშირში უნდა იყოს. თუნდაც შენიშნოს შემდეგ რაც ერთი ალბათ ასნარი შემდეგ რაც ნახა რაღაცა შემდეგ რაც იაპონელი აშკარად რაღაც სკოლელო წიგნს სასიკვდილო დღიური ან რაღაც სხვა რა კიდევ ერთი ადამიანი მოკვდა რაც წაიკითხა კითხვა უკვე ნახშანი წაიკითხა აღარ მომწონს ვერ ხვდები ნახოთ აღარ მინდარჩა კიდევ ერთი ადამიანი მოკვდა ნუ მე-10 კითხვა პატარა ზანგი და აღარ მინდარჩა მას შემდეგ რაც აღარ მინდარჩა ჰიდეო კოჯიმა ძალიან დაუნდნეველია მოვინარიო ნახოთ ეს კარგი შედარება რეალურად და აღარ მინდარჩა
ეს ძალიან კარგი კითხვა რეალურად ჰიდეო კოჯიმას გარდა ყველაფერი კარგია უბრალოდ ჰიდეო კოჯიმა თუ რაღაცნაირად დეტექტივების მწერალი ან რაღაც მაგაზე მინიშნება უფრო შეიძლება თორე ძალიან სხვაგან მიყავ რა ბავშვობაში ხო ეგ უფრო შეიძლებოდა დეტექტივებზე გეფიქრა ნიუ-იორკის საჰაერო ტურში მყოფი ფილმის პერსონაჟი თანამესაუბრეს ძვირადღირებულ შენაძენზე ესაუბრება რაც სხვა მგზავრებში პანიკას გამოიწვევს დაწერეთ კომპანია რომლის ნაწარმით შეეძინა პერსონაჟი ან სახელით გავს ნიუ-იორკის საჰაერო ტურში რაღაც 911 Porsche ხო არ არის Porsche 911 ნიუ-იორკზე რა ხანახ გასული 911-ზე უნდა იყოს კითხვა 11-ია 11 ყველა ვარიანტში მიფიქრებს 911 Porsche-ს გარდა არ ვიცი სადმე მიფიქრებს ოკეი ეს კარგი კითხვა მარტივი ნიუ-იორკიც და საჰაერო ტურიც ყველაფერი თავის ადგილზეა გავაგრძელოთ ჯეიმს ბოლდუინის ნაწარმოების განხილვაში ვიწრო ოთახი სადაც პერსონაჟები დევიდი და ჯოვანი საზოგადოებისგან ფარულად დიდ დროს ატარებენ შედარებულია X-თან და ასახელთ X-ი რომელშიც ყველა ხმოვანი ერთნაირია იგი ნახოთ დევიდი და ჯოვანი ხო დევიდი და ჯოვანი რა შუაშია იოანე და დავიდი ვიწრო ოთახი იოანე და დავიდი ფარულად ატარებენ დიდ დროს ერთად ჯეიმს ბოლდუინი ის არის არ ვიცი რაღაც მეცნიერება რამდენი მნიშვნელობა არა ასახელთ X-ი რითი დაიწყო ეს პირველი და ბოლო კითხვის ხარობაში და პირველი კითხვა აღარ მახსოვს ლაიტსეიბერი არაფერი X-ი შედარებული ყველა ხმოვანი ერთნაირია რაღაცნაირი კამერა კამერა არ ვიცი არ რაღაცნაირი დიდრო და იოვანი ჯოვანი ოკეი ორი ადამიანი ატარებს დროს ერთად მეგეთი ოთახი ოკეი კლასეთ ახლა გასაგებია არის ჯეიმს ბოლდუინი საიდან მეცნობა კარადაც გასაგებია რატო არის coming out of closet კი ბატონო ოკეი მესახელებზე გავაქცევ სწორედაც გავაკეთე უბრალოდ რომ ორივე რომ კაცია და ერთის კესის მაგას აღარ მიაქცევ ყურადღება ეს კარგი კითხვა იყო მარტივი მაგრამ ჩავწავ პირველ ორი ძალიან კარგი იყო ინციდენტი კითხვა არ ყოფილი პრაქტიკულად განსაკუთრებული ცუდის არაფერს არ დავტოვებია რაღაც შენიშვნები რაც ჰქონდა საკმაოდ სუსტად ვითამაში მაგრამ მე აღარ მიკურს წყალს დავდებ და გავაგრძელოთ ოკეი თამაშების დეველოპერ ფერგას ურკჰარდის თქმით ტექნოლოგია არასტაბილურია და მუდმივად იცვლება. ვიდეო თამაშების წარმოების პროცესს ის ადარებს X-ის მშენებლობას Y-ის დროს. დაასახელეთ X-ი და Y-ი თითო ორფუძიანი სიტყვით. არასტაბილურია და მუდმივად იცვლება. თამაშების და Y მგონია მიწისძვრა. მიწისძვრის დროს სათამბჯენი და მიწისძვრა, მიწისძვრის დროს რასერაში. კარგად არასტაბილური და მუდმივად იცვლება. დავფიქსირებ.
დაბჭეს და მიწის თუ სხვა რამეა დამწყდება გული რომ იყოს. რესტაბილურობის გამო დადებითად მშვენიერია. ეს კარგი შედარებაა და მარტივი. გავხსნილი კითხვისთვის ძალიან კარგია. მადონასთან დაშორების შემდეგ გულგატეხილმა მის შეფასკიამ მისდამე მიძღვნილი ნახატები უკან დაიბრუნა. ცოტა ხანში აღნიშნული ნახატები დაიმსგავსა სხვა ცნობილ ნამუშევარს. დაასახელდა მისი ავტორი. რომ დაიბრუნა რაღაცა გავუკეთა. ან დაჭრა ან საღებავების შეასხა. ან რაღაც ეგეთი. აი სამი ზოლი რო დაჭრა მაგის ავტორი ის რა არის არგენტინელი, მგონი არ მახსოვს ის ხატვარი. მონტანა თუ ლუჩინო ფონტანა. ან პოლოკი რო ბრად ბერის სახე, ანუ რო გადაიფარა. აღნიშნულ ნახატები. მგონი რომ დაზიანება უფრო საინტერესოა. ლუჩინო ფონტანა. ფონტანა თუ პოლოკი. მაგარ შორის გონია რა უნდა გავუკეთო აშკარად არა პოზიტიური ახლა. დაშორების შემდეგ რო რაღაცა შენივ სიბრუნებ რაც ხოს ქონდა. შეიძლება კარგი არაფერი გაგახსენოს. არ ვიცი უბრალოდ იყოს პოლოკი იყოს ის იმის სახელი არც მახსოვს. ეს არ მომეწონარი არაფერი ფილტრი არ არის კონკრეტულად და მალე ვიცი არ ვიცი რა შავად რატო შეღება. გასაგებია რა გასაგებია შავად რატომაც შეღება როგორ განწყობადიც იყო და რაღაც მაგრამ სხვა მხატვრის და სხვა ის რატო არ შეიძლება ამასულიყო ანუ რა ვიცი უბრალოდ ხო არ გაიფუჭებოდნენ ან რაღაც ოკეი ნუ ეს ჯესვიჭეჯობით ყველაზე ნაკლებად ფავორიტი კითხვა ჩემი მოგავაგრძელოთ შეკითხვის ტექსტში ორი სხვა სიტყვა შეცვლილია ორი სიტყვით სხვა ორი სიტყვით ანუ ორი სხვა სიტყვა ორი სხვა სიტყვით 30-იან წლებში გამოსული ეკრანიზაციის რეჟისორად თავდაპირველად ჯორჯ კიუკორი შეირჩა. თუმცა მალევე მსხვამ ჩაანაცვლა და ის ტიტრებშიც არ მოიხსენიეს. შეკითხვის ავტორი ხატოვნად აღნიშნავს, რომ კიუკორის შრომა წყალში გადაიყარა. დაასახელეთ, რომელი ნაწარმოების ეკრანიზაციაზე უნდა ემუშავა რეჟისორს. ან წყალში გადაყრა. წყალში გადაიყარა. წყალში გადაიყარა რას, ანუ ეგ არის შეცვლილი რა სხვა სინონიმით. ფუჭად ან წყალში გადაყრის სინონიმი რა არის, რაც ფუჭად დაკარგულ შრომას უკავშირდება. ქარმა წაიღო. ქარმა წაიღო რეჟისორი ქარი შეიძლება იყოს 30-იანებში ჭლება 19-ში გადაღებული. ან წყალში გადაიყარა ფუჭის შრომის სინონიმი რა არის ორ სიტყვიანი ფრაზეოლოგიზმი ქართულ ენაში. არ ვიცი, სხვა არაფერი არ მახსენდება მართლა. ნუ კიდევ რა ეკრანიზაცია რო გაიხსენე ბევრი რა ვიცი. გინდა უჩინარი კაცი და გინდა ფრანკენშტეინი და მაგრამ იყოს ოზის ჯადოქარი. ინტერესო. ხარს ვერ გამოიცანი ქარმა წაიღო. 29-ში გამოვიდა ხო ეგეც. ოზის ჯადოქარიც 40-შია, ან 29-ში. ანუ ოდორად იცხო ქარს მიაქვს. რეალურად. ამ ქარმა წაიღო ქარწაღებულთან აღარ გამახსენდა რა, იმიტომ რომ არ ვიფიქრე. და პირდაპირ ეგ მოვიდა უბრალოდ
ერთადერთი აქ წელია მყარი ფილტრი, თორე დანარჩენი მგონია რა ოსი ჩადოქარიც მეტნაკლებად ჩდება აქ რა და ბევრი არაფერი არ გერიცხავს. გავაგრძელოთ. დასარიგებელი მასალა sleep. ერთმა მუსიკალურმა ჯგუფმა კომერციული მიზნით უხმო ალბომი შექმნა და თავიანთ ფანებს თხოვა ძილის დროს ჩართული დაეტოვებინათ. დაწერეთ სამიასო, რომელიც ალბომის სახელწოდებას ჩამოვაგებთ. Okay, sleep. Sleep რაღაცა less არ გამოდის. Sleep. სამიას უხმო ალბომი. უხმო საღნიშნო რა შეიძლება იყოს. Yeah. ძილის დროს ჩატარა. ნუ არ ვიცი, ძილთან რახან და სამიას რახან არის რემი ხო არ არის უბრალოდ არის ეგეთი ალბომი არ მახსოვს, მაგრამ შეიძლება იყოს საბაზისო ვერსიად იყოს ძილთან დაკავშირებული. Sleep. შეიძლება რაღაც sleep. რაღაც გამოდის, ან ფიზე იწყან რაღაც რო დაუმატო, რაღაც ორი სიტყვის გაერთიანება, sleep-ის და რაღაც. Sleep. Sleep რემი არ მოწევს. Sleep. ნუ იყოს მაინც რემი არ მაქვს ვერსია. Sleepify. Ulberkali. Douglas Williams. Okay. ძილის დროს okay. ხო, ფულზე აღარ ფიქრობ ხომ და უნდა ვიფიქრო ეგ ცუდია. ხო, ეს ძალიან კარგი კითხვა იყო Sleepify, ხო, Spotify-ზე დატოვა. Okay. ბევრი მოსმენა რომ დაეგროვებინეთ რატო ხო, რატო მეგონა რომ მსმენელებისთვის დახმარება უნდათ რაღაცნაირად, ეგრე არ ხდება როგორც ეს. Okay. ეს ძალიან კარგი კითხვა იყო. როცა ჩვენთვის ცოტა რთული, მაგრამ რეალურად ძალიან კარგი და გავაგრძელოთ. იკალოიტი პატარა ქალაქია, სადაც მოსახლეობა ერთდროულად მიდის და ბრუნდება სამსახურში. იკალოიტი ამიტომაც იკალოიტში ცნობილი ტერმინის 60-ზე შემცირებულ ვარიანტს იყენებენ. ერთი წუთის შემდეგ ორი სიტყვით დაასახელეთ ეს ტერმინი. 60-ზე შემცირებული ვარიანტი რახან არის, ზუსტად უნდა იყოფოდეს რაღაც. 160-ზე, 180-ზე, 360-ზე. ცნობილი ტერმინი რა, ანუ ერთდროულად ბრუნდება და პატარა ქალაქია. ერთდროულად მიდის და ბრუნდება, ნუ საზოგადოებრივ ტრანსპორტის უსავსეა, ვითომ ან რაღაც ეგეთი. რა 60-ზე რა იყოფა? ბევრი რამე იყოფა უნაშტოდ. 3000-ზე, 6000-ზე. ხო, მაგრამ ვერ ხვდები ახლა. პატარა რაღაც ეკონომიკური ტერმინი ხო არ არის, რომელიც ეგეთ 60 ჯერადი რიცხვ ფიგურირებს. არ ვიცი. აპირიქით ეს ცუდი. იმდენად პატარა, ეს ამას ვერ დამოღამე. აპირიქით, პიკის საათი. საათი 60 შემცირებული ვარიანტი ცუდი კი ბატონო. Okay. რამდენი საათი გრძა? არ ეგეთი პატარაც არ წარმოვიდგინე, პატარა ქალაქი. მართ ერთდროულად მიდის, ნუ მოკლედ კარგი იყო რა. ახლა ტყუილად ვდებ შარს, პატარა ქალაქი ხო არ გაგრძელდება დიდხანს, რამდენიც კარგი იყო. დიდად
არასაც მაგრამ მაინც კარგი იყო. მას შემდეგ რაც კარლოს საინცი მალევე ტრიუმფით დაუბრუნდა ფორმულა 1-ს, სხვა მფრობელებმა იხუმრა, რომ კარლოსის მომატებული სისწრაფე ამის გაკეთების შემდეგ სულაც არ არის გასაკვირი. დაასახელა 1992 წლის ნაწარმოები, რომლის ერთ-ერთმა პერსონაჟმა თავადვე გააკეთა ეს. ეს თუ ძინარ თემზე არ მომწონს, ინფორმაციაც ჩავდა. ოპერაციის გაკეთების შემდეგ, რაღაც სამოჭრის შემდეგ. ან თავადვე აკეთებს რაღაც ეგეთი ხო ბევრი არ ვიცით. გავაჩერებ და უძინარ თემზეს დავფიქსირებ, პერიოდიც ჭრდება. არ მომწონა ეს კითხვა. მეორე აი ეს სამნაწილით ეხება მარტო. ეს არ ვერც მივხვდი. აწონა მოვაკლდა და სისწრაფე მომატა. ნებისმიერ რაღაც სამოჭრისას წონა გაკლდება. არა, ესეც დიდად არ მომეწონა რა. და ეს ნაწილი ხო საერთოდ. თუ ამ ფორმულებით როდისმე მოვა კიდევ 92 და თავად გააკეთა ეს. დიდი ალბათობით დავიმახსოვროთ, რომ უძინარ თემზეა. ერთი ნაწარმოებში მთავარი გმირი სერიუნკულეს სახელად კბილის ფერიას ცევი იარაღით მოკლის ნაცვლად დაასრულეს წინადადება მეზობელ ასოებზე დაწყებული ორი სიტყვით. კბილის ნაცვლად კბილის ფერი კბილებს აძრობს და რაღაც ბალიშით კუდავს, ბალიშის ქროსტოვებს. არის. რატომაც არა. მოდი გავაჩერებ და დავაფიქსირებ. ბალიშით აკეთებს რაღაცას, ხო? თუ არა და არ ვიცი, არაფერი არ იცავს. და მაინც უკეთეს ვერ მოვიფიქრებ. ისეც მარტივ გადასვლა კბილის ფერიდან კბილზე და ბალიშზე. და ვერ ბალიშით აკეთებს რაღაც. მარტივ კითხვა. რამდენიმე წლის წინ აშშ-მ Huawei-ის საციცოცხლოდ მნიშვნელოვან მიკროჩიპებზე წდომა შეუზღუდა. შედეგად Huawei-ში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას კლირის მილერი უწოდებს ტექნოლოგიურ X. აღადგინეთ სიტყვა, რომელშიც 500 მოვაკელით. ხო, ეს არის X-ი, ხო, ტექნოლოგიურ რაღაცა შეუზღუდა. რამდენიმე წლის წინ. ტექნოლოგიური ემბარგო არა, სხვა სფეროდან არის რაღაც დავუშვათ პოლიტიკიდან, რომელშიც ამერიკამ დავუშვათ აზიაში რაღაცა გააკეთა. ტექნოლოგიურ არა, ხო ეგეთი ჩინეთი, ვიეტნამი რაღაცა ტექნოლოგიურ რაღაც შეუზღუდა, ხომ? არაძლევს რაღაცის გაკეთების საშუალებას. არ ვიცი, ტექნოლოგიურ ვერ ვხვდები ახლობით. არ ვიცი. შეუზღუდა. სასიცოცხლო მნიშვნელოვანი რატომ მეთქვა მაინც. დახჭობა გააგრძელეს. ეს კარგი იყო. დახჭობიდან ამაზე გადასვლა სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ძალიან კარგი იყო. ხო, რაღაც მე რო არ თამაშობ, რაღაც დეტალები მოვიცდები, მაგრამ კარგი იქნება, რომ ვინც თამაშობს, აღარ დავიცდეს ხოლმე რეალურად და რაღაცებზე მარტოც რო თამაშობ და ისედაც მანამდეც მიჭირდა კონცენტრაცია, მაგრამ რეალურად ხო კარგი კითხვაში ყოველთვის არის სადღაც გასაღები ან თუ მოკლე კითხვა არ არის რეალურად ეგეთი იყო კი ძალიან უსაკვანძო სიტყვებზე
ყურადღება უნდა მივაქციოთ და წინა კითხვაც უნდა გახსოვდეს, რომ რაღაც შეიძლება დაკავშირებული იყოს. ამიტომ ესე არის ეს თამაში. გავაგრძელოთ. საიმონ კრიჩლი ცნობილი კლასიკური ნაწარმოების მთავარი გმირის დახასიათებისას ამბობს, რომ ის ანტიმისტიკოსია, რომელიც ცდილობს ყველაფრის კონტროლისთვის გამოიყენოს მონოლოგების კასკადი და სიტყვები. ანტიმისტიკოსია. წინა წინადადებაში ჩვენ გამოვტოვეთ ორი სიტყვა. ორი სიტყვა დაწერეთ გამოტოვებული სიტყვები. ეს თუ ეს თუ ჰამლეტია და სიტყვებია გამოტოვებული, შეიძლება რატომაც არა, მაგრამ ანტიმისტიკასთან ვერ ხვდები შუში. ანტიმისტიკოსი რას ნიშნავს ზოგადად? მაგას ვერ ხვდები. მაგრამ ინტუიციურად გონია, რომ სიტყვები არა, დაწერეთ გამოტოვებული სიტყვები. ანიშნავს, რომ ეგეც რაღაც კრეატიული მინიშნება ხოლმე. კრეატიული მინიშნება აში რას გულისხმობ, რომ დაწერეთ, ადრე მქონდა ხოლმე იდეა, რომ დაწერეთ რაღაც დამეწერა კითხვა, რომ დაწერეთ რაღაცა და ეგ ყოფილიყო პასუხი. მოკლედ რა, ეს ცოტა აბდაუბდა გადახვევა, მაგრამ სიტყვები მგონია. ოკეი. ეს ნორმალური კითხვა იყო. გამოიყენოს სიტყვები. შენია. ალბათ მოიყვა. გავგრძელოთ. ალბათ მოიყვა ტრევის შადრევანი. ამ სტროფს ხვდებით ლექსში სახელწოდებით X-ი. დასახელდა X-ი თოის 1968 წლის ფილმისგან მხოლოდ 1/100 განსხვავდება. მოიყვა რომის ალბათ მოიყვა ტრევის შადრევანის ფილმ მასტროენები თამაშობენ ფილმს ფელინის რაღაცა როზმარის ბავშვი ხორნა რომი ხორნა გადავაკეთოთ როზმარი ვიცი ტრევის შადრევანი იტალიის რაღაც რომის რაღაც ეს ძალიან ვიფიქრი კი არც მიმსჯელია როზმარის ბავშვი შეიძლება იყოს რაღაც შეცდომა რომის ამთარში მოირყა ტრევის შადრევანი მოირყა რომ ზამთართან ვიდოდა და რასაც ირდება მაგრამ ყველაფერი დანგრევა და განადგურება და რაღაცა რომი რომის ზამთარში შეიძლება და თავისუფლად გამოსცემდა მაგრამ რომის უნდა დაგეტრიალებინა რაღაცნაირად რა ხო ზამთარი და შადრევის მორყვა და რაც ირდება მაინც გირჩევთ შეიწეროთ ამერიკაში მყოფ აკაკი გეგენაოს რთული ხასიათის მდიდარ პიროვნებასთან ურთიერთობა არ გამოვიდა. გეგენავა წერს, რომ ამ ფაქტის შემდეგ კარგ წიგნში წაკითხული რჩევები გაახსენდა, რომელ სიტყვას ამოვაკელით 400-ს. კარნეგის ხო არა. როგორ შევიძინოთ მეგობრები? is უნდა ვფიქსირებ.
ხო, ესეც პირველად რომ მომწონა ვიდრე ეს აქ რაღაცები ხო ცოტა გამიჭირდა რომ ჩამესვა. დუალური პასუხებიც ქონდა, არ გონია რომ თლად დუალები იყო, მაგრამ რაღაცა გამიჭირდა გამიფილტრა 11. ძალიან ცუდად თამაშობ, მაგრამ მაგაზე აღარ დავწვენ მანდები როგორც მაგ დიდადაც აღარ მადარდებს, ამი გავაგრძელებ. ხო, რეალურად უმაღლესი საკმაოდ კარგი პაკეტია. რეალურად რასაც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი განსხვავება ახლა სუპერლიგის გუნდმა ითამაშა და 40 ქულა იყო, ხო? არ ყოფილა ჯაგერნაუტი, ვიცი, ჯაგერნაუტს არ თამაშია, დინამოც არ ყოფილა და არ ვიცი, ინტერსტელარი შეიძლება იყო და იმათ მაიღეს, მაგრამ ანუ 12 ქულა განსხვავება სუპერლიგის და უმაღლესის იდეაში საუკეთესო გუნდს შორის არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ის რომ უმაღლესში გადმოვა ის გუნდი უმაღლესიდან სუპერში გადმოვა, მე სუპერს რაღაც უნდა გააკეთოს. ამიტომ მესამები ესეთ ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე რთული, მაგრამ საინტერესო და რთულისკენ მიდრეკილ კითხვებს უმაღლესში რა. ნუ ბალანსი ყველგან საჭიროა რა თქმა უნდა, ახლა 48 კითხვა რთული უნდა იყოს მაგას არ ვამბობ. მაგრამ რაღაცნაირად უნდა შეამზადოს ალბათ სუპერისთვის, მაგრამ ეგეც არ ვიცი რა, ზოგს მოჩვენია უმაღლესში ითამაშოს და მარტივ კითხვებზე და გაცილებით დიდი ხანი ვიდრე სუპერში გადავიდეს და მეგეც მესმის. უბრალოდ არ ვიცი რა, ის თუ სპორტული ინტერესი თუ რაღაც საჭირო, მაშინ ალბათ ეგ შეჯიბრობითობას ცოტა სირთულეც უხდება. ისევ და ისევ ჩემი აზრით, თორე არ ვიცი, დანარჩენი ნახოთ ბოლო 24 კითხვა როგორი იქნება. მწერალი ნიკო კურთხილაშვილი თვლიდა რომ ხელოვნება ქვეყანას კრიტიკულ მომენტში სიცოცხლეს უნარჩუნებს. საინტერესოა რომ ნიკო კურთხილაშვილის ერთ-ერთი ფსევდონიმი იყო X და სახელით X-ი. არ ვიცი, დეფიბრილატორი. წელის ფსევდონიმი დეფიბრილატორი იყო, არ ვიცი. ასა კრიტიკულ მომენტებში ნიკო რაღაც სახელიდან გვერდახვარნა გამოვიდეს ნიკო ხელოვნება ქვეყანას კრიტიკულ მომენტში. კრიტიკულ მომენტში რა გინარჩუნებს ექიმი ნიკო კურთხილაშვილი. არაფერი არ გამოდის არც ინიციალებით, არც კურთხილაშვილის ერთ-ერთი ფსევდონიმი იყო X და სახელით X. არ ვიცი. ხელოვნება უნარჩუნებს კრიტიკულ მომენტში სიცოცხლეს. რაც საექიმო პროფესიასთან დაკავშირებით. სასწრაფო ექიმს რომ ქვია, მაგრამ იყოს დეფიბრილატორი. ნარკი. ნიკო თავისი ნარკანი. ანარი და კანი. ოკეი. ვიტალებ ნახვა ეს ეს ძალიან კარგი იყო ალბათ. ნარკანი არ ვიცი რა სპეციფიკურია, მე არ ვიცი. ხო, არ დამჭირვებია. და ალბათ არ ვიცი, სამდენ სპეციფიკური არ ძალიან კარგი ხო, ნარზე და კანზე ვეღარ გადავედი ამბონის სახელებს, თორემ რომ ცოდნოდა და მაგაზე გადავსულიყავ შეიძლებოდა. დანარჩენი კარგი იყო, ხო, ერთ-ერთი როგორც კი ზედმეტად სპეციფიკური არ იყოს თორია. გირჩევთ ჩაიწეროთ. ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 90% მემარჯვენეა. თუმცა ჯონ გრეჰემი თავის ბლოგში წერს, რომ ამ ქუჩის მოსახლეობა ცაცია. აღადგინეთ სიტყვა, რომელიც შეკითხვის ტექსტში შევამოკლოთ. ოკეი.
ოკეი, ну თუ სეზამის ქუჩა აქ კითხვა. დანარჩენ ლოგიკას ვერ ხვდები, მაგრამ შეიძლება სეზამის იყოს უბრალოდ. სეზამის ქუჩის სეზამის ქუჩა ხო ისე ჯიმ ჰენსონი და რაღაც იქ უკეთოდ არ ვიცი რა ხდება. და ზოგადად არის თუ არა ამერიკის მოსახლეობის ალეგორია. მაგრამ შეიძლება რა რომელიმე სტანდარტული ქუჩა არ მგონია რომ იყოს რა. ხელოვნებიდან მგონია და რა ხელოვნებიდან ამში სხვა შეიძლება იყოს სპრინგფილდია. კიდევ რა რომელიც რომლის აკულტო ანიმაცია რაღაცა გეცნობს. არ ვიცი, სეზამს დავფიქსირებ. ხელიათ ისდამს რა. და ხმაინც ერთი წამი. და ხელი საჭირო. ოკეი, ნუ ეს კარგი ლოგიკა იყო მაგის გარეშე, მაგრამ ამში და სეზამის ჩამატება ძალიან მაგ ლოგიკის გარეშე. თვითონ უფრო მეტად რო ყოფილიყო ლოგიკაზე, ესე გადაკეთება ლოგიკაზე აქცენტის გაკეთება უფრო საინტერესო იქნებოდა. ეს ამ ორი იმით იღება მარტო სიტყვით. Trust in nature. ორი იმით. თქვენთვის დარიგებული სიტყვები დატანილი ადიზასის ფეხსაცმელზე, რომელიც ერთ ეკოლოგიურ პრობლემას მიეძღვნა. აღნიშნულ მოდელზე ასევე გამოსახულია ყვავილები და დარიგებულ მასალაზე ჩვენ შევცვალეთ ერთი სიტყვა. დაწერეთ ეს სიტყვა. რომელი ეკოლოგიური პრობლემაში ან ფეხსაცმელი ადიდასმა რა წამოიწყო ჯერ ის არის საინტერესო. ჩინა კანადის მაგრამ ფერს არ გაძლევს. ყვავილებია გამოსახული რა. ვერ ხვდები ყვავილები რა შეიძლება რომელი ეკოლოგიური პრობლემა შეიძლება იყოს. სწავლა გლობალური დათმობა და ყინული როდნება შეიძლება იყოს. შევცვალეთ ერთი სიტყვა trust-ის. Trust-იც ახლა ხომ მაინც შეიძლება იყოს ანაგრამა წინაზე თუ არ იყო. მაგრამ კონკრეტულად ვერ ხვდები რომელი ანაგრამა შეიძლება იყოს. ოკეი, არ ვიცი. ბილი, ოკეი, trust-ა. კანონბური, ოკეი. ხო, ეს კარგი იყო, ცვლილებაც კარგი იყო და ხო ყვავილების გამოსახვა. ნუ ეს ან კარგი იყო, ერთ-ერთი ტიპაზე კარგი კითხვა ჯერჯერობით პაკეტში. არა ტრივიალური შეცვლაც იყო და სინონიმი რომ გეძებნა მაგაზე ვერ გადავედი. ხო, ლოგიკაც კარგი იყო და შეცვლაც. მცენარეთა ბიოლოგმა ჯეიმს კეჰილმა თავის ზოოლოგ მეუღლესთან თანაავტორობით არაერთი სამეცნიერო ნაშრომი შექმნა. მათ სამუშაო პროცესს ზოი შლენგერი ფიგურალურად უწოდებდა იდეების X. დასახელი X-ი ორი სიტყვით. ფიგურალურად იდეების ოკეი. ბიოლოგი და ზოოლოგი, ხო? ძალიან ჯვარედინი დამტვერვა ხო არ არის? ჯვარედინი დამტვერვა არ მახსოვს კარგად სკოლიდან ხო იქ არის რომ ერთი სცენარის იქიდან მეორეში გადააქ. და შეიძლება ეგ იყოს რომ სცენარები და ისინი ბიოლოგები თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან რა. მაგრამ არც ვიცი კარგად ეგ ჯვარედინი დამტვერვა გახსოვდეს, მაგრამ სხვა რამე თუ არის ვაფშე ვერ ხვდები,
რაღაც ორი სხვადასხვა პროფესიის წარმოადგენენ თანამშრომლებს. ფიგურალურად ნიშნავს, რომ მოკეი არ ვიცი რას ნიშნავს. ჯვარიდან დამტვერვა. ხო. ეს საკმაოდ ძალიან კარგი კითხვა იყო, არ იყო მარტივი სკოლის მასალა, მაგრამ უნდა გახსენდეს. და ლოგიკაც არც ტრივიალურია. ბიოლოგზეც, ზოოლოგზეც აქცენტია გაკეთებული. თუმ შეიძლება და სამეცნიერო, ესეთ თემატიკას მიესალმები ხშირად არ მოდის, მაგრამ საინტერესოა. დუპლეტი. სიურიასტულ მოთხრობაში აპოსტროფის სიზმარი X-ი ახსენებს თავის ბიძაშვილს ოქსფორდიდან, რომლის შესახებაც მსოფლიოს ნახევარზე მეტმა არ იცის. დაასახელეთ X-ი ერთი სიტყვით 30 წამზე გავაჩერებ. X-ი აპოსტროფის სიზმარი ვიღაცა ირლანდიელი თავის ბიძაშვილს ოქსფორდიდან. ვიღაცა ირლანდიელი მეცნიერი, ვისაც არ იცის ნახევარმა მსოფლიო. ან მწერალი რატომ მეცნიერი მაინც სხვა პროფესიის წარმოადგენს. გავაჩერებ და მე დანარჩენზე ვიფიქრე. სტივენ პინკერი წერს, რომ Y-ი, როგორც სიმბოლო, გვიჩვენებს არა აღმატებულ იდეალს, არამედ სიკვდილის მეთოდს. და იგივე იქნებოდა, რომ მაგალითად რუანდის გენოციდისთვის გადარჩენილ წევრებს ემბლემა მაჩეტე აირჩიათ. Y-ი, როგორც სიმბოლო, არა აღმატებულ იდეას, არამედ სიკვდილის მეთოდს და იგივე იქნებოდა, რომ მაგალითად რუანდის გენოციდის გადარჩენის წევრებს ემბლემა აირჩიათ. ბოდიში 40 წამზე გავაჩერებ. სტივენ პინკერი, ან Y-ი არის ჯვარი, ალბათ ასე მგონია. ანუ ქრისტიანობის სიმბოლო ჯვარია, მაგრამ ჯვარი როგორ რეალურად და სიკვდილის მეთოდს. და სტივენ პინკერი რატო წერს ლინგვისტია, მაგრამ ყველაფერზე წერს და დაწერდა. ამაში თუ პირველში არის ჯვარი თუ არა შეიძლება იყოს. მეორე ჯვარი მგონია, რომ ძალიან პირველი ოქსფორდი ჯვარი და ჯვარის ანაგრამა გავიდეთ რომელიც ძიმე. ოკეი, ძალიან კარგი. ერთი ნახევარი მეტყველებს. ოკეი, ძალიან კარგი იყო. ან ძიმე და ოქსფორდი და ღმერთო. ოქსფორდ კომა. ოკეი. რაც ვერ იყო. ძალიან კარგი იყო. კორწიანი სხეული სტრუქტურა თავის ტვინში, რომელიც ჰემისფეროებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათ კოორდინებულ მუშაობაში წამყვან როლს ასრულებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბლუტალისტებში კორწიანი სხეული ზომა განსაკუთრებით მომატებულია. რა სიტყვა შეცვალეს წინადადებაში. ბრუტალისტი არის ფილმის, რომელშიც მთავარ როლს ედრიან ბროუდი თამაშობს. ედრიან ბროუდის სხვა ფილმი ვიცი, პიანისტი. მეტი არ ვიცი. პიანისტი და იქ რაღაც სკოლაში რომ ასწავლებდი, არ ვიცი რა ქვია. ამ სამიდან ყველაზე კარგი რომელი ფილმია? მე მაინც სკოლაში მოსწავლეებს შორის რაღაც ცოტა მძიმე ფილმია, მაგრამ რაღაც ის არის. პიანისტი overrated, ბრუტალისტი არ მინახავს. კარგი პიანისტი დავფიქსირებ, იმიტომ რომ კოორდინაცია და რაღაც მაშკარად. მომაკლე პიანისტი იყოს, სხვა არც ვიცი. ორივე ხელს ეძრავა პაუზად. ოკეი. ხო, ეს ძალიან შაბლონური კითხვა იყო, ბრუტალისტი თუ იცი, წესით ახალ გამოსულ ფილმებს, და თუ უნდა იცოდეს ვიღაცა, ალბათ რაღაც დონეზე.
გაინტერესებს ფილმები უნდა იცოდე და პიანისტი და ის ბრალ შეცვლა ძალიან პრიმიტიული ბრუტალისტი პიანისტი. მაგრამ ესეც ნორმალური იყო. ამერიკულ სერიალში, რომლის მოქმედება 2000-იანი წლების მეორე ნახევარში ვითარდება, პერსონაჟი დგამს სცენას, სადაც თვითმკვლელის გვამს იპოვის და ხუმრობით აღნიშნავს, რომ ახლა ყველა ცდილობს ამის გაკეთებას. დაასახელეთ ორი სიტყვით, რა შევცვალეთ, დაასახელეთ ორი სიტყვით რის გაკეთებას. ოკეი, ორ ამერიკაში და 2000-იანის მეორე ნახევარში. 6, 7, 8, 9, 10. ახლა ყველა ცდილობს თვითმკვლელის გვამს იპოვის. ახლა ყველა ცდილობს რა იყო პოპულარული საპრეზიდენტო არჩევნები იყო, 2020 წლის კრიზისი იყო, ახლა ყველა ცდილობს მეორე ნახევარში. ეს მეორე ნახევარი ძალიან სპეციფიკური თარიღია რა. ბევრი წელი არ გირჩება მაგაზე საფიქრებლად რა შეიძლება მოხდარო, მაგრამ მაინც ვერ ხვდები თვითმკვლელობა, ცნობილი თვითმკვლელობა 2000-იანებში. ყველა ცდილობს რას ცდილობს, არ ვიცი, დაზღვევის მიღებას, კამერების შემოჭერას. ის კამერების კრიზისი გასაგებია ხო, ეგ ცნობილი მომენტია. ახსენე, კამერების შემოჭერა მაინც და მაინც თვითმკვლელობას კამერით ჩადიხარ. ოკეი, არ ვიცი. სხვა რამითაც შეიძლება ალბათ. ეს კალამბური ნორმალურია. ბრალდერ რთულია მიხვედრა კითხვიდან. პერიოდი გაძლევს, რომ კრიზისზე ფიქრო, მაგრამ მაინც ცოტა რთული მისახვედი მგონია რა. დიდად არ მომწონა. შეკითხვაში X-ი ცვლილება. ყოველ ჯერზე, როცა TikTok-ზე ცენზურა გარკვეულ სიტყვას მიზანს შემოიღებს, მოხმარებლები იგივე შინაარსის ალტერნატივას იგონებენ. ადამ ალექსიჩი ამ თემას მიმოიხილავს ციკლში როგორ ვითამაშოთ ლინგვისტური X-ი, დაასახელეთ ცხოველი, რომელიც X-ში ფიგურირებს. ან რაღაცა, ოკეი, იგივე შინაარსის ალტერნატივას იგონებენ. ერთი მოკვდა და მეორე გაცოცხლდა, ხო, რაღაცებითი. ვიღაცას ორეულები უჩნდება. ცხოველი როგორ ვითამაშოთ ლინგვისტური. ლინგვისტური რა შეიძლება იყოს. ან წარმოიდგინე, პოზიციურ წარმოიდგინე, რაღაც სიტყვა დაკრძალეს და შენ ალტერნატივა უნდა შექმნა. რაღაც ცხოველი ფიგურირებს. შეიძლება რა ცხოველია ძირითადი და არა ის ორი სიტყვა, იმიტომ რომ ის ორი სიტყვა ამის შექმნილია. ცხოველი არ მომწონს, მაგრამ იყოს ლერნეს ჰიდრა. ბრალდერ ცხოველია, მითოლოგიური რჩხილია უფრო. ამიტომ არ მომწონს. ხუნელა. ვიცი, ვაკამოლი როგორ არ ვიცი. ოკეი, ეს კარგი იყო. სხვა იმიდან ამოდის, ხო, თან ეგეთი თამაში, ამ თამაში ხშირად არ მოდის კითხვები და საინტერესო იყო რა, ახალი თემატიკა და მოკლედ, ხო, კარგი იყო. ალექს ოკონირმა, რომელიც მემარჯვენე იდეებით ცნობილი ჯორდენ პიტერსონისა და მემარცხენე შეხედულებების მქონე რიჩარდ დოკინსს შორის
გამართული დებატების წამყვანი იყო საკუთარი თავის შედარება X და სახელით X-ი ორი სიტყვით. Okay, მემარჯვენე და მემარცხენე. რა შეიძლება აღნიშნავდეს? ორი და ოკონორი რომ ირლანდიური წარმოშობისა, ეგეც შეიძლება არ ამის ნიშნავდეს. თავის შედარება ერთი არის რა მემარცხენე წითელი მემარჯვენე ლურჯი რაღაც ეგეთი მაგარ შორის და ეს არის ოკონორი თანგვარად. არ ვიცი რა შეიძლება შედაროთ კონორ ჯორდანის და რიჩარდსის გამომარიც ნებისმიერ რამის კორძიანის ხეობა ესენც ამას არის ხოლმე წინა კითხვებზე დაფიქრება, როგორც ეს არის ხო რა კითხვაში თუ არაფერი არ არის წინა კითხვაზე უნდა იფიქრო, მაგრამ ხოლმე პასმა აქტივობისგან, კითხვა კარგი იყო თავად რა, რასაც უყურებ. ეს არის დავწამყვანროლს ესეც. საინტერესო ნიშნად რეალურად ძალიან კარგი კითხვა იყო. მე კლასი არ მეყვარს შესაძლებლად. Okay, დასარიგებელი მასალა. Here lies Lester Moore horse legs from Okay, no რაღაცა. Lester Moore-ის საფლავის ქვა. რომელიც გონცნობს, რომ ის ზუსტად 44 კალიბრიანი ნასროლი 4 ტყვით მოკლეს. აღადგინეთ დაფარული, მასალაზე დაფარული ორივე გამოტოვება. No. არ ვიცი. Lester Moore-ის საფლავის ქვა. საინტერესო არის, მე არც არანაირი იდეა არ მომდის 4 ტყვით მოკლეს, ზუსტად 4. 4. 4. ანუ ერთადერთი რაღაც მგონია რომ ვესტერნის ნაწილია ალბათ და სიკვდილთან რასაც ასოცირდება მკვდარი ადამიანის ხელი დედმენცე, მაგრამ მაგასთან ძალიან რამე კავშირი ქონდეს მეუჩვევა, ამიტომ ვეღარაფერს ვერ დავფიქსირებ. No less, no more. Okay, ეს კარგია. Lester Moore. Less, no more. No, ეგეთი სკაბრეს არც მეტი, არც ნაკლები. ზუსტად ეს ძალიან კარგი. მაგრამ თუ ძალიან მეტად კარგი ჩემთვის. ვერმენტი ამერიკის შტატებს შორის კრიმინალის განსაკუთრებულად დაბალი დონით გამოირჩევა. ერთი კანონმდებლობის ინიციატივით აღნიშნულ შედეგში საკუთარი წვლილი შესატანად ასეთმა ადამიანებმა გადასახადი უნდა გადაიხადოთ. დაწერეთ ადამიანის სახელი და გვარი, რომლის ფსევდონიმი არის ასეთი. ადამიანებმა კრიმინალის შედეგში წვლილი შესატანად. იარაღოთო ძალიან პრიმიტიული მგონია. ფსევდონიმი კონდრატევინი იყო თათარაშვილი არ მახსოვს ზუსტად. კარგი, ერთად ხო შეიძლება რომ ბევრი ფლობს იარაღს და მაგის გამო ან პირიქით არ ფლობს და მაგის გამო
განსაკუთრებული დაბალი დონით გამოირჩა. ანუ შეიძლება ხო ანუ იარაღი პირიქით არ არის და უნდა გადაიხადონ წლირო შეიტანონ. არ ვიცი, იყოს კონდრატე თათარაშვილი. ოკეი. ასეთი კრიმინალი ვერაღა ცოტა პრიმიტიული. ხობა მაღალი მაჩვენებლით, ვინც არ ფლობს ხოლმე თავისი, ოკეი. აღსაკებია, არ ვიცი. რამდენად კორელაციაში იარაღის მაღალი ფლობელი და შავლის დაბალი დონეგიც არ ვიცი ზუსტად, მაგრამ კითხვა ფორმულირება იყო მარტივი. ნუ და ისედაც მარტივი. ერთი სერიალის პერსონაჟს განგსტერები ფულს წაართმევენ. კითხვაზე თუ რატომ მისცა ამის უფლება, პერსონაჟი პასუხობს, რომ მათთან ვერაფერს გახდებოდა. დასახელეთ ორივე მათგანის გვარი. სმიტი და ვესონი, არ ვიცი. რომელი იარაღით გემუქრებიან, რომელშიც გვარი ფიგურებს. იყოს სმიტი და ვესონი. ეს მარტივი, მაგრამ მარტივი კითხვები კარგია. ხომ შეიძლება ვიყო. ეს კარგი იყო, ხომ. ცოტა ხშირად არის გადათამაშება იარაღზე და სმიტს და ვესონზე. მაგრამ რეალურად კარგი იყო. ჩემი აზრით. დარჩება 12 და ნახოთ. თარგმნელს რომელმაც უცხოენოვანი პოეტები საკუთარ ენაზე ერთი შეხედვით ბუნებრივად დაამეტყველა, მინდია არაბული ადარებს X და ასახელი X-ი 2 ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული ორი სიტყვით. უცხოენოვანი თარგმნელს ადარებს ამეტყველად ეგეთი ის არის. ვიღაცა ვინ გამეტყველა, ამეტყველა. ქართულ რაღაც მასწავლებელი ან რაღაც ხო არ არის, ვინც რაღაცას გასწავლის. ლოგოპედი ან რაღაც ბუნებრივად რომ მეტყველებ. ლოგოპედს რაღაცა ბუნებრივად ამეტყველა თარგმნელი. შეიძლება დავიწეროთ ინზე და გახვიდე, მაგრამ არაფერი არ ნიშნავს, მაგ სპეციფიკურ თარგმანზე ამეტყველება ვინ გასწავლის მეტყველებას. ცუდ მეცხვაფარი. ventriloquist. Unless ცდის შედარება არ მომეწონა თვითონ. ამ ვიღაცა ხო თოჯინო აი გვიფიქრე თოჯინოს დაბალებს რო სწავლის. ცოტა მოცლით ვეცხრაპეზე ვერ გადმოვედი. ოკეი. ნუ ნორმალური, მაგრამ მე შედარება არ მომეწონა, კითხვა თვითონ გამართულია. ირონიულია, რომ ჩარლზ დარვინის შვილს გენეტიკის ერთ-ერთ ფუნძებდებელს ლეონარდ დარვინს შვილი არასოდეს ყოლია, რომელი ეს სიტყვა მცირედით შევცვალეთ, რომ ეს სიტყვა შევცვალეთ მცირედით კითხვაში. გენეტიკა ხო არ არის. გენეტიკა მგონი არ შეცვლილია. გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი არ მგონი არ ყოფილიყო. ევგენიკის ხო არა, მაგრამ რატო? ევგენიკის ფუძემდებელი ის იყო. სტატისტიკა რომ მოიგონა როგორც ტერმინი რა ერქვა
ну, მაგრამ მაგ პერიოდში დაარწმუნე უფრო ევგენიკა ვიდრე გენეტიკა. მაგრამ ევგენიკა და გენეტიკა რამდენად ცილება ეგეც არ მომწონს. ზოგადად გენეტიკა მგონია რომ ცლება, მაგრამ ევგენიკა პასუხი არ მგონია, მაგრამ მაინც დავფიქსირებ ევგენიკას. ოკეი. ოკეი. ეს ირონის ნაწილი კარგად ვერ მახდი. აჩა, მაღალი წარმოშობა რამდენად არის თან რონის შვილობა. ევგენიკა მაღალ წარმოშობაზეა თუ უბრალოდ ფიზიკურ სტრესზე ეგეც არ ვიცი. არ მომწონა ეს კითხვა. დანარჩენი გავაგრძელოთ. და 39. ერთ წელიწადში ტექნოლოგიური კომპანია პერსონაჟის ტვინში უნებართვოდ განათავსებს რეკლამებს. ის გამოცდის ხალხთან ინტერაქციისას გამცნობელად აღმოჩნდება ხოლმე უსიამოვნო სიტუაციებში. თავის მდგომარეობის აღწერისას პერსონაჟი ახსენებს ფრანგულ გვარს, დაწერეთ ეს ფრანგული გვარი. ანუ ეს ტურეტია. უნებურად იწყებს ლაპარაკს რა. ეგეთი რაღაცა არის ტურეტის სინდრომი. ტურეტის სინდრომი არის ხა ეგეთი დაავადება, რომ საკუთარ მიმიკებს, ემოციებს და მეტყველების მოტორიკას ვერ აკონტროლებ. არ ვიცი, ეს წარმართულად მომეუდა, შეიძლება საიდანაც მიცნება, მაგრამ არ ვიცი საიდან. ის შემდეგაც ტურეტის სინდრომია. ხო, ну, ეგ არის ცოტა მარტივი იყო. ასარგებელი მასალა, რადიო. ერთმა მუსიკალურმა ჯგუფმა ალბომ OK კომპიუტერის რიგი ქავერი ჩაწერა და თქვენ დაგირიგდათ ქავერ ალბომის სათაური, რომელიც 500-ზე გამოტოვეთ. დაწერეთ ეს გამოტოვება, გამოტოვებული ასოები. რადიო ჰედი. რიგი ქავერი. რადიო დრედი ხო არ არის, ჰედი და დრედი რახანთან ჟღერადია მაგით. რამდენი ასო? დრედი ხო გამოდის. დავფიქსირებ რომ რეგია მაიკა დრედი. ბატონო. ხო ეს მარტივია რომ რადიოჰედს ხო მარტივად გადიხარ და მაიკაზეც დრეიკზეც რას ცირდება ჩვენთვის დრედები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაბალი დონის წევრებს, რომლებიც პოლიტიკურ წესრიგს სწრაფად ერგებიან, ბიოლოგი ვასილ გაბუნია ადარებს X-ის Y-ებთან იდეალურად შეხამებულ ორგანიზმებს. დაასახელეთ X და Y თითო სიტყვით თუ X-Y-ს ასეთი აღემატება. წამწავიდით. დაბალი დონის წევრებს. ოკეი, არ ვიცი, დაბალი დონეზე არიან და მაღალებზე ბიოლოგი X-ის Y-ებთან შედარებულ შეხამებულ ორგანიზმებს. რაღაც პარაზიტებთან ხო არ არის. დაბალი დონის წევრებს. X-ის Y-თან კამელეონის რაღაცები. X-Y-თან იდეალურად შეხამებულ ორგანიზმს. რაღაც რაც იცვლება და ისინიც იცვლებიან მარტივად რა. რაღაცის ფერთან.
რის ფერის რო 200 დავუმატო რა შეიძლება მიიღო. ბიოლოგი რა ხარ ცხოველის ფერს რო 200 დავუმატო. არ ვიცი. ფსკერის ფერი. ბიოლოგი წერს რომ დიდი ხან ფსკერზე ფსკერის ფერდა. ეს არ კარგი იყო. ხო ვერ დავუმატე უბრალოდ. ხო ფსკერის ფერთან ნაშთიადობად. ხო რა ფერზე წესით მოდის და მე ცოტა ფიქრი გჭირდება ხო რა დაბალი დონეც აშკარად მინიშნება იყო მე დაუკვირდი მაგრამ ვეღარ განვახცენ კარგი კითხვა იყო ბეიკერის ცერი ანატომიური თავისებურება რომელსაც ცერს უკიდურესად მოღუნვა შეუძლია ამ დროს ცერის ზედა ფალანგა 90 გრადუსითაც კი შეიძლება გადაიხაროს შეკითხვის ერთ სიტყვაში 400 შევცვალოთ ერთით. აღადგინეთ თავდაპირველ სიტყვა თავდაპირველი ფორმატით. აკითხვის თამაში არ მინდა რატომ ვიღაც ძალიან ბევრი ინფორმაცია და დაღლილი ვარ. მაგრამ მაინც ვცდი წავიკითხო ხელმეორედ. ბეიკერის ცერი ანატომიური თავისებურება. ანუ ხელა კითხვაში რო 4 ანუ ან უნდა გაგაფრთხილდეთ რომ ჩაიწერეთ ან ფსიქოლოგიურად მომისადეთ. ცერს უკიდურესად ძლიერი მოღუნა შეუძლია. ცერის ფალანგა შეკითხვის ტექსტი 400 100 უნდა მოიღო და 4 ჩაამატო. მაგრამ მე ვერ ხვდები რომ აი ეს დაახლოებით ვერ ხვდები. ბაიკერის ცერი, ოკეი. ბეიკერი წავიკითხე. ანუ თუ ბაიკერია, ბაიკერშია ყველა ვარიანტი შეცვლილი. არის ჰიჩჰაიკერის ან რაღაც ეგეთი ვინც ცერს იყენებს იყოს ჰიჩჰაიკერის ძალიან გავიაზრი კითხვა ოკეი როგორ ავიღე ახლა მეც არ ვიცი რეალურად არ ყოფილა ისეთი საშინელება უბრალოდ არ განწყობა რატომ აქ ასეთი მიც მიგვირს რა ამ პაკეტს ათამაშოთ რო დავჯექი ძალიან მინდოდა თამაში რომ მეთამაშო მაგრამ ძალიან შემიცვლი მე განწყობა არა იმის გამო რომ პაკეტი პირიქით ძალიან კარგი იყო უბრალოდ არ ვიცი ახლა არ ვიცი ხო ეს ცოტა ზეგრძელი კითხვა ამის შემოკლება უფრო მეტად შეიძლებოდა მაგრამ ისედაც ბეიკერი რო არ წამეკითხა თავიდან და ბაიკერის სწორედ წამეკითხა შეიძლება უფრო მალე ამეღო ხო ესენი ეს 104-ით შევცვალეთ და რაღაც ეგეთი ფორმულირებები აღარ მომწონს არ ვიცი დაღლილი რო ალბათ უფრო მაგიტოვეთ არ მგონია რომ ზედმეტი ბუღალტერია არა და მზად უნდა იყო ახლა 6 კაცი რო ხარ უნდა ჩაიწერო ვიღაცა მაგისთვისაც უნდა იყოს სად მაგრამ არაც უფრო გამომარტივეთ მოთამაშეებს ცხოვრებას კითხვების აღთქმის მხრივ და კითხვის სირთულის წვლილი წელი გადავა ლოგიკაზე უფრო საინტერესო იქნება ალბათ დანარჩენი ნახოთ პოეტი ოგდენ ნეში თავის ლექსში ახსენებს ქალბატონ გორინს, რომელმაც ავტორს დაჟინებული მზერის გამო სილა უთავაზა. ნეში განმარტავს, რომ ქალით მოხიბლის ერთადერთი მიზეზი იყო ის წარმოადგენდა ამას და სახელით ეს ქალბატონ გორინს. Poetry სილა უთავაზა. ოკეი, პოეტია ვიღაცას მიეშტერდა სილა უთავაზა. გორინს.
რაღაცა არ ვიცი. ეს რამდენიმე სიტყვით არ ვიცი. სახელი რატომ ვითხრეს, ეგიც არ ვიცი. ოკეი, არ ვიცი. ნუ აბსოლუტური ვერსია იყოს, ის წარმოადგენდა სიტყვას, რომელიც ერითმება orange-ს. დარჩენი არ ვიცი. ნებისმიერ რამე შეიძლება იყოს. ოკეი. ეს მომწონს. არ ველოდი ჩემ თავისგან რომ ამას ავიღებდი, მაგრამ სახელი კარგია და ეს კითხვა ძალიან კარგია. რეალურად კარგი კითხვა. აი სახელი რეალურად ძალიან კარგი პაკეტია რა, რასაც დაეხლა პლუსი რო აღნიშნო რა, ბევრი უარყოფითი არ მინდა გამომივიდეს, არ ქონია, მაგრამ ის არაფერი არ არის ზედმეტი კითხვაში რა. ისეთი კითხვა არ ყოფილა, რომ რამე ზედმეტი ყოფილიყო, არ ერთეულებია ერთზე ვთქვი, რომ ზედმეტი იყო. დარჩენი ყველაფერი თავის ადგილზეა რა. არც სახელიც ზედმეტი არ არის და არ რასაც გეუბნებია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გეხმარება კითხვის ასახებად. არის ზოგან სადაც ნაკლებია და იმ შემთხვევაშიც არ არის ნაკლები, ანუ რა, თუ ნაკლებია, ხვდები რომ უნდა იფიქრო, რომ რაღაც წინა კითხვასია საჭირო ის ინფორმაცია, რაც ამ კითხვაში არ არის და ასე შემდეგ რა. და ეგ არის ძალიან ბევრი ამუშავების შედეგი, ასე მგონია რა. რაღაც ერთ პაკეტს რო დაწერ, რაღაც მერე ის არის რა, ჰემინგუეის მეთოდივით რაღაც რომ 30 გვერდიდან მე ერთ გვერდზე შეიძლება ჩამოხვიდე რა. ამიტომ ეს ძალიან დასაფასებელია რა. ჩემი აზრით ეს ტური ძალიან კარგი იყო რა, ვინც ითამაშა. როგორც ვიცი, საშუალო შედეგი არ ყოფილა ძალიან მაღალი, მაგრამ წესით დიდ სიამოვნებას მიიღებდა, ასე მგონია რა. ოდნავ მინუსი რაც იყო, აი მაგალითად დრედი და აი Spotify რა, ორივე დაახლოებით ერთი იგივე კითხვა იყო რა. სტრუქტურულადაც და თემატურადაც და რაღაც შინაარსითაც რა. დანარჩენი თემატიკაც მრავალფეროვანია და კრეატივიც საკმაოდ კარგი და მოკლე კითხვები. ყველაფერი რაც კარგ პაკეტს უხდება, ამიტომ ვისაც თამაში ალბათ სიამოვნებას ანიჭებს ჩემი აზრით. ძალიან გამოეწონება ეს პაკეტი რავი და აქედან მორჩევ რომ ამატორების შემდეგი ტურნირი როცა იქნება, პირამიდა არ მგონი გაზაფხულზეა, შეეცადონ რომ ითამაშონ რა, იმიტომ რომ იშვიათი რაღაც ის დარჩა, სადაც კრეატივის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვნად ჭარბობს რა. კრეატივის და სწორი მუშაობა ერთმანეთს თანაზომიერად ერწყმის, ასე ვთქვათ და დანარჩენი ბოლო 5 კითხვა ვნახოთ. ბეისბოლისტ მარკ რსეფჩინსკის ამერიკელებმა მეტსახელად შეარქვეს X-ი და ასახელდა X-ის 7 შემდგარი სიტყვით. ესეთი კითხვა სადღაც ნათამაშები მაქვს და სკრებლი იყო მგონი პასუხი რა. ნუ მარტო მაგის გვარიო სკრებლში თუ გამოგადგება. სად მაქვს ნათამაშები, ოღონდ არ ვიცი ახლა. ბლეკაუთი მაქვს, აუდიოც დროს ჩავდა. და სკრეპს დავაფიქსირებ. მაგრამ სად მაქვს ნათამაშები, გამახსენე. ბოლო რამდენიმე თითქოს არაფერი არ მითამაში. მოდი სკრეპს დავაფიქსირებ, თუ არ არის მე სხვა რამეზე ვიფიქრე. ხო, ანუ ასე ვიტყულებს იღებ რა. ხო, ეს არ მახსოვს მართლა სად ვითამაში რა. თორე ეს მარტივად ვერ აღებდი, კი არ საერთოდ ვერ აღებდი. ალბათ
კარგი გავაგრძელებთ. ერთი ინგლისური ონოვან წიგნში პერსონაჟი მაფიოზების ოჯახში იზრდება. მას დისკომფორტს უქმნის. თანატოლებთან საუბარში ის ოჯახის ხსენებას ერიდება. წიგნის სათაურის მიხედვით ოჯახი არის ადეფისის გამოყენებით დაწერეთ თუ რა. Four letter word, and 6 letter word. Family. ხო 6 ანუ ეგეთ სიტყვებს რომელსაც არ ამბობენ ის არის ხო მე ფენზით მოიხსენიებენ როგორც რაღაც რაოდენობი n letter word-ი რა n-ი ამ შემთხვევაში ასოების რაოდენობას აღნიშნავს და რა იმას f-word-ი ხო არ არის f-word-ი ხო არ არის უბრალოდ family და როგორც ალბათ მეორე სიტყვა რომელიც f-ზე იწყება მაგვი ან 6 letter word-ი არ გამოდის იმით ხო დეფისით f-word-ი იყოს f-ტირე word-ი okay ხო ცენზურა სიტყვებია f-word-ი ერთი სერიალის ჟურნალისტ პერსონაჟს კრიტიკული სტატიის დაწერა აქვს განსრახული. საჭირო ინფორმაციის მოძიებისას ის ოჯახში ქაოტურად გადაადგილდება. რა დროსაც მას ადარებენ X დაასახელეთ რა შევცვალეთ X-თ. Okay, კრიტიკული სტატიის დაწერა. ეგეთ პერსონალ რაღაცას რო ქაოტურად გადაადგილდება, რაღაც არსება მგონია რა თან რომ მიესადაგებოდეს კრიტიკას და კრიტიკულ სტატიების წერას. ეს არსება არ ვიცი. პაპარაცი ნიშნავს აბეზარ ხოჭოს თუ რაღაცას. მაგრამ აბეზარი ხოჭო პაპარაცი არ არის კრიტიკული ჟურნალისტი. კრიტიკასთან რა ასოცირდება რაც არსება, რაც დაუშვათ ქაოტურად გადაადგილდება ოჯახში კი არა ოთახში. არ ვიცი, იყოს ხოჭო. ინფორმაცია, ოკეი. ეს ცოტა მარტივი იყო და არ ქაოტური ხო გადაადგილება სიარულეთი. ანუ ეს ხო დამატებით სხვა კითხვებთან შედარებით ეს ცოტა პრიმიტივი. სიტყვა პრიმიტიულს აქ ძალიან უარყოფითი კონტექსტით არ გამოვიყენებ, მაგრამ პრიმიტიულში გულის ხმობა სწორ ხაზოვანი რეალურად მეტი არაფერი. Visakin, even when we win, we're gonna lose. თქვენს წინაშე სიმღერა 2017 წლის სიმღერიდან მთვარის შუქი. ადგენთ გამოტოვება მასალაზე. მთვარის შუქი, moonlight, with the stuck. Even we win, we're gonna lose. I რითმებოდეს we're gonna lose. Is talking. რაღაც ანუ სადაც გაჭედილი ხარ და გამარჯვება 0-3 game. Is talking. მოვიგებთ მაინც წავაგებთ. ის თანკი in the loop ხო არ არის. And we're gonna lose. Infinite loop. მთვარესთან არ მოწონს არაფერი.
ალალენდ ნუ მთვარის ხას მთვარში და ოსკარი გიფიქრე მაგრამ თან პერიოდში ჩდებოდა აღარ გავაგრძელე მეთქი რა შუაში არაფერი არ ეს ალალენდი რო იყო კონკრეტ ფაქტი მახსოვდა ალალენდი რო იყო კონკრეტულად ეგ არა კარგი და ბოლო კითხვა ოტო პრემინგერის 4 საათიანი ფილმის ექსოდუსის პრემიერაზე ყოფი კრიტიკოსი მორტი სალი ფილმის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ადგა ფეხზე წამოდგა და გადაღლილი და დადანჯული აუდიტორიის სახელით რეჟისორს მიმართა დაასრულეთ მიმართა ოტო და რაღაც ამის იყო დაასრულეთ მიმართვა სამის სიტყვით კაი ოტო არ ვიცი მე მეგონა ექსოდუსი რახან იყო let my people go იყო იქ გადათამაშება რომ ჩემ ხალხს სახში წასვლის უფლება მიეცია ექსოდუსი არის გამოსვლა ოტო ქართულად ხორმად let my people go მაგრამ მოგვეცი უფლება სახში წავიდეთ ან რაღაც ექსოდუსი ძალიან მინიშნება ექსოდუსი კიდევ რა არის გამოსვლას და მოსეს ამბავის გარდა რა შეცდება იყოს ან პიპლიდან რომ ფრაზა არ სამი სიტყვა ხო სხვა რაღაცას ფილტრავს ეს არ მეწონა let my people go გავშვით ჩემი ხალხი ნება მეც ჩემი ხალხს წავიდეს ნუ გავშვით ჩემი ხალხი ხო ეს ლიტერატ ან ეგეთი თარგმანი ხო არ არის რა პირდაპირი ან რაღაცნაირად ეს შესაძლებელი არ არის კარგი ხომი რა არსად სამი სიტყვა რეალურად აი ეგეთი თარგმანი რო იყოს რაღაცა ფრაზეოლოგია დაკვირდებული კიდე ხო მაგრამ როცა თავისუფალი თარგმანია დაასრულეთ მიმართვა რამდენიმე სიტყვით ალბათ აჩვენებდა და როგორც თარგმნიდა როგორც ჩასვა აიღებდა ახლა უბრალოდ მე იმის გამო ვერ ავიღე რომ ვერ თარგმნე სამ სიტყვაში ეგ ფრაზა და ნუ სხვა არაფერი სხვა კარგი ექსოდუსი თავის ადგილზე იყო და რაღაც რა ნუ რამდენი 6 12 11 23 მოიგო ახლა ანუ რეალურად შედეგებზე რომ გავაკეთო კომენტარი ნუ ხო ამ პაკეტზე გაცლებით მაღალი შედეგი 22 საათი მინიმუმ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ არ ყოფილა ამას არა ისეთი ცოდნა და რაღაც რომ დაგჭირებოდა რა. და უბრალოდ იყო ტექნიკის და რაღაც გამოცდილების ამბავი და ვარჯიშის რა. და 28 და 27 ცოტა დაბალია. ეგეთი მძიმე პაკეტი არ ყოფილა პირიქით. ამიტომ არ ვიცი, ამიტომ არც არაფერი ალბათ უმაღლეს გუნდებმა არ მინდა არანაირი ქადაგებლური ტანი რომ სუპერლიგაში თუ კარგი შედეგების ჩვენება უნდა უფრო მეტი უნდა ივარჯიშოთ. უბრალოდ გასართობად მიდის ხალხი და ვარჯიშს რატო ვაძალებ. ხო, მაგრამ ეგეც გამოჩნდა რომ სუპერლიგიდან ჩამოსული გუნდმა არ მოწია. ნუ თვითონ პაკეტს რაც შეეხება, რაც თქვი უკვე მეც აღარ დავამატებ და კიდევ ერთი მინუსი რაც იყო რომ ერთი თქვი რომ ბევრი განსხვავებული სფეროდან არის და ეგრეც იყო, მაგრამ ასევე იყო ძალიან მოხდა კინოს თემატიკაც კიდევ
კითხვაში, ანუ პაკეტში ანუ თვითონში 2-3 კი ნუ მაინც იყო რა, რაღაც რომ მომეჩვენა, ან წყაროდ, ან თვითონ ცოდნაზე, რაც ცოტა იმას ტოვებს რა, სპეციფიკურობის განცდას რა. ამიტომ ეგეც ერთგვარ შენიშვნა არა უბრალოდ, რაც მოხდა თვალში ახლა მან დამიფიქრა რომ რომელი საათი თითქმის 4 გახდა რა. ნუ დავიძინებ წესით ახლა დამეცინებ საკმაოდ დავიღალე. ხო, რა უნდა მეთქვა, არ ვიცი, აღარ ვაპირებდი ჩაწერას, მაგრამ ამას ესეც ჩავწერე, არ ვიცი, შემდეგში როდის ჩავწერე, მეგეც არ ვიცი, წესით შეიძლება ის პირველი ლიგების ის რაც ქონდა, რომ მთლიანი 4-5 ის თამაში განიხილება, ბოლო ტურით ვნახო როგორ იქნება პირველი ლიგა და ერთიდან ერთი სეზონი დასრულდება და მაგას შევკრა. ხო, რა ვიცი, რატო წერდი ახლა უბრალოდ თამაში მისწერდებოდა, როცა დავიწყე, ახლაც ძალიან ხასიათზე ვიყავ, ანუ ჩამეწერა და მეთამაშე, მაგრამ რაღაც მე შემიცვალა ხასიათი და ხო იქ ცუდია. როცა ანუ ისეთი განწყობით არ თამაშობ რა, როგორც უნდა თამაშობდე. ნუ ხო, კიდევ ის არის რატომაც ჩავწერი რა და შეიძლება კიდევ რატო გავაგრძელო, იმიტომ რომ ვიღაცებმა მითხრეს რომ უყურებენა და არ ვიცი, რამაში ეხმარება თუ არა, თუ ეხმარებათ კარგია. და მეც როცა არ ვარ ხოლმე გაწყობაზე, ბევრი რაღაც ისეთი დახმარებია. არის განც არ ველოდი და მაგ მისიას თუ შეასრულებს, არ ვიცი, ან რაღაც გაართობს ხალხს, ან რაღაც კითხვებს მოისმენენ და ისე ითამაშებენ, ან უბრალოდ გამოიცნობენ ჩემთან ერთად ითამაშებენ, ან მომისმენენ უბრალოდ, ეგეც საინტერესო იქნება რა და მაგის ხათით შეიძლება გავაგრძელო. ნუ პრინციპში სხვა მეტი არაფერი, კარგი ღამე და იმედია ის შევხვდებით კიდევ რა. Online and offline.